უფასო ვიდეო გაკვეთილის ამ მეორე ნაწილში დეტალურად გაასწავლით, როგორ გააკეთოთ ჩანთის გვერდები. უფასო ვიდეო გაკვეთილის პირველ ნაწილში ერთად გავაკეთეთ ჩანთის ძირი. ახლა კი ჩანთის კედლების დამზადება დავიწყოთ. მარცხენა ძუას უნდა დავუმატოთ 3 მძივი და მესამე მძივში გაატაროთ მეორე ძუაც. ამ შემთხვევაში ნაკსოვი არ უნდა დააწვინოთ. ნაკსოვის რიგი სიმაღლეში უნდა წავიდეს. ასე დავამზადეთ პირველი რიგის პირველი თვალი. ახლა კი ქვედა ძუა გავატაროთ გვერდით მდგომ მძივში, ზედა ძუას დავუმატოთ 2 მძივი და მეორე მძივში გაატარეთ ქვედა ძუაც. თუ პირველად უყურებთ ჩემს ვიდეო გაკვეთილს, გეტყვით, რომ ვიდეო გაკვეთილის პირველი ნაწილი უკვე ატვირთულია. პირველ ნაწილში უკვე ვისწავლეთ, როგორ იწყება ჩანთის ქსოვა პირველი თვლიდან რიგის ბოლომდე. ასევე ვისწავლოთ, როგორ დავამატოთ ახალი ძუა. ახლა კი ერთად გავაგრძელოთ ქსოვა. 2 თვალი უკვე გავაკეთეთ და რიგის ბოლომდე ზუსტად ამავე პრინციპით უნდა მოგსოვოთ. რიგის ბოლოს კი ქვედა ძუა უნდა გაატაროთ გვერდით მდგომ 2 მძივში და 1 მძივით შეკრათ. ასე გავაკეთეთ ჩანთის კედლის პირველი რიგი. ახლა კი შემდეგი რიგები უნდა მოვგსოვოთ. მარჯვენა ან მარცხენა ძუას დავუმატეთ 3 მძივი და მესამე მძივში გაატარეთ მეორე ძუა. ასე დაიწყო მეორე რიგის ქსოვა. ახლა ქვედა ძუა გაატარეთ გვერდით მდგომ მძივში, ზედა ძუას დავუმატეთ 2 მძივი და მეორე მძივში შეკარით თვალი. ზუსტად ამ პრინციპით უნდა გააგრძელოთ ქსოვა რიგის ბოლომდე. საბოლოო ჯამში მე 8 რიგი მოვგსოვე და საკმაოდ მაღალი ჩანთა გამოვიდა. ჩემი მწვანე თვლები საკმაოდ მოზრდილი აღმოჩნდა, ამიტომ ჩანთაც განიერი გამოდის. როგორც სხვა რიგის დასრულებისას, აქაც ქვედა ძუას გაატარებთ გვერდით მდგომ 2 მძივში და 1 მძივით შეკრავთ. შემდეგ კი ისევ გააგრძელებთ რიგის ქსოვას. ეს არის ყველაზე შრომატევადი მონაკვეთი ჩანთის ქსოვისას.
როცა ჩანთას თქვენთვის სასურველ სიმაღლეს მისცემთ, შემდეგ გაკვეთილში გასწავლით როგორ გააკეთოთ ჩანთის თავი და ასევე სახელური. იმედი მაქვს დაგეხმარათ ჩემი ვიდეო გაკვეთილები, მე კი სულ მალე ახალ ვიდეოს გამოვაქვეყნებ.